სამართლოზე დაიკითხა ბრალდების სამი მოწმე, ზურაბ ზულიაშვილი, შორენა ჯავახიშვილი, ეკატერინე ენუქიძე, რომლებიც დაიკითხნენ ფიქტიურ თანამშრომლების, ასე ვთქვათ, ეპიზოდში და მათ დაადასტურეს ბრალდების პოზიცია, რომ ის პირები, რომლებიც უკანონო დანიშვნაშიც ბრალდების ხარ ედავება ბრალდებულ სიბაჩუს და ბრალდებულ გრემელაშვილს, ნამდვილად არ მუშაობდნენ ამ სამსახურში, არც იცნობენ და არც გაუგეთ მათი შესახებ რაიმე. ერთ-ერთმა მოწმემ მოიტყუა, რადგან განაცხადა, რომ ის მიღებულია გასაუბრებით, სინამდვილეში აღიარა შემდგომ, რომ გასაუბრებით არ არის და ვიღაცის რეკომენდაციით მიღებული. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მათ დღეს ჩვენება მისცეს. ერთ-ერთი არის დირექტორის მეგობრის შვილი, მეორე არის ჩემი მეგობრის შვილი და მესამე არის პიროვნება, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია და ჩემი რეკომენდაციითაა მიღებული. ისინი გასაუბრებით არ არიან დანიშნულები, არიან ნაცნობობითა და მეგობრობით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი განსხვავდებიან იმ ადამიანებისაგან, რომელთა მიერ მიღებულ ხელფასებზეც ბრალი მედება მე და მათ შორის გრემელაშვილი.